მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი 21 დღიანი პროგრამის მე-18 დღე. დღეს ვისაუბრებთ ურთიერთობების თემაზე და კომუნიკაციებზე. თუ გსურთ ამ პროგრამაში ჩართვა და გსურთ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი იმისათვის, რომ სწორად დაასრულოთ ფსიქოლოგიურად 2025 წელი და შექმნათ ძლიერი ფსიქოლოგიური საფუძველი 2026 წელს, ასე ვთქვათ, უფრო დიდი შედეგიანობისთვის თქვენ ცხოვრებაში. მაშინ გამოყევით ამ ვიდეოებს პირველი დღიდან და ზუსტად იმ თანმიმდევრობით შეასრულეთ მათში მითითებული დავალებები, რა თანმიმდევრობითაც არის ის მოცემული ჩემს გვერდზე, დღეების მიხედვით. დღეს მოდი ვისაუბროთ ურთიერთობებზე და დღეს გვაქვს, ასე ვთქვათ, რამდენად ემოციური, რამდენადაც ინტელექტუალური ამოცანა შევადგინოთ საკომუნიკაციო გეგმა. რა არის საკომუნიკაციო გეგმა? საკომუნიკაციო გეგმა ნიშნავს მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზნების ჩამოყალიბებას კომუნიკაციებთან დაკავშირებით. და ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება გააკეთოთ შემდეგი რამ. ჩამოწერეთ თქვენი ცხოვრების ძირითადი სფეროები. მაგალითად, პროფესიული სფერო, ოჯახური სფერო, სამეგობრო სფერო, შეიძლება სასწავლო, საგანმანათლებლო, კიდე რაღაცა, ხო? რამდენი სფეროც არის თქვენ ცხოვრებაში, ჩამოწერეთ და შემდეგ ყოველი სფეროს მიხედვით გაიაზრეთ, ვინ არის ადამიანების ის 20% თქვენს ცხოვრებაში, აი იმ ადამიანთან, ასე ვთქვათ, მთლიანი ერთობიდან, ვისთანაც კომუნიცირებთ და გაქვთ ურთიერთობა, ვინც თქვენზე მოქმედებს საუკეთესოდ. ან რაღაცა სასარგებლო რჩევას გაძლევთ, ან მოტივაციას გიღვიძებთ, ან კიდევ, ასე ვთქვათ, ხდება რაღაცა პოზიტიური ამ ადამიანებთან ურთიერთობების შედეგად. ჩამოწერეთ ეს ადამიანები და შემდეგ უბრალოდ ეცადეთ ამ ადამიანებთან, ასე ვთქვათ, იურთიერთოთ უფრო ხშირად და შედეგიანად. შემდეგ ანალოგიურად სფეროების მიხედვით ჩამოწერეთ ადამიანების სია, ვისთან ურთიერთობაც ანგრევს თქვენი ცხოვრების სფეროებს, აუარესებს მათ, გამოხრუჭებთ და ასე შემდეგ. ამ ადამიანებთან მიმართებაში მაშინვე კატეგორიულები იქნებით და შეწყვეთ მათთან ურთიერთობას, ჯერ სცადეთ მათთან ურთიერთობის გაანალიზება, თუ საჭიროა ფსიქოთერაპიისთვის მიმართვა, ასე ვთქვათ, ან კოუჩინგისთვის, იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩაწვდეთ ამ ურთიერთობების არსს და გამოიტანოთ დასკვნა, შესაძლებელია თუ არა ამ ურთიერთობების გაუმჯობესება, აქვს თუ არა ამ ურთიერთობებს გაუმჯობესების პოტენციალი, თუ აქვს ხო კარგი და ამაზე ვიმუშაოთ, თუ არა აქვს და მაშინ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევამციროთ ამ ადამიანების ნეგატიური ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ესეთი საკომუნიკაციო მიზნების გეგმის ჩამოყალიბება მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი ენერგია მიმართოთ უფრო პროდუქტიულად და აირიდოთ, ასე ვთქვათ, დიდი ენერგოდანაკარგები ურთიერთობების დროს. იმიტომ რომ არის ხოლმე ადამიანს 5 წუთი დაელაპარაკები და ივსები და არის დაელაპარაკები 5 წუთი და ისე შთაბეჭდილებაა, გიგონება პიანინო აიტანე ფეხით მე-9 საფულზე. ანუ არაფრის ძალა არ აქვს ხოლმე ეს ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ, ხო? არ აუცილებელი რომ ეს ადამიანები არიან ვამპირები ან რაღაცა საშინელება, არა, შესაძლებელია თქვენ გაქვთ ამ ადამიანის რაღაცა ქცევის ელემენტზე, რაღაცა ტრაუმული რეაქცია, რაც გაგონებთ მაგალითად სხვა ადამიანს. აი, მარტივი მაგალითი, გეოგრაფიის მასწავლებელი, მაგალითად, გერჩოდათ რაღაცა სკოლაში და უკვე დღევანდელობაში, რომელიღაცა თქვენს ნაცნობს, ცხვირის ფორმა აქვს, ისეთი როგორც თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი და თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ, მაგრამ რეაქცია გაქვთ. და შესაბამისად ვერ ხვდებით, რატო ხვდებით ცუდად ადამიანთან ურთიერთობის შედეგად. ამიტომ, როგორც თქვი, ძალიან სასარგებლო იქნება ასეთი ურთიერთობების გაანალიზება. დღეისათვის სულ ეს არის, შეგახსენებთ, რომ დღეს 9 საათზე არის ჩემი ერთწლიანი ტრენინგის დასაწყისი, სადაც შეგიძლიათ დაესწროთ. ამისთვის უნდა გააზიაროთ პოსტი, რომელიც დევს სპეციალურად ამ ინფორმაციით ჩემს გვერდზე, გამომიგზავნოთ თქვენი სახელი და გვარი და იმეილი. თუ მოასწრებთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ ისეთ გადარბენებში ვარ, რომ იმედია შევძლებთ თქვენს დარეგისტრებას. გარდა ამისა, შეუზღუდავი მიღწევების მარათონით შეგახსენებთ, რომ არის 18 იანვარს. იქაც შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, გაეცნოთ ინფორმაციას ჩემს გვერდზე დამაგრებულ პოსტებში და მოხვიდეთ და იმუშაოთ საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოიწვიოთ მაქსიმალურად პოზიტიური წვრები.
დღეისათვის სულ ეს არის, გისურვებთ სასიამოვნო გააზრებებს, პრაქტიკებს და ხვალამდე.